ეთერში და ახლა საუბარს უკვე ნინო ბურჯანაძესთან ერთად განვაგრძობთ, რომელმაც დღეს განცხადება გააკეთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროცესების უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დაინახა. საღამოშვიდობისა, ქალბატონო ნინო. საღამოშვიდობის. ქალბატონო ნინო, რა არგუმენტები გაქვთ ამ პოზიციის გასამყარებლად? იცით რა, ამ პოზიციას ამყარებს ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვხედავთ აშკარად რომ ხელისუფლება, ანუ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სრული კონტროლი კონდეს სასამართლოზე, როგორც საერთო სასამართლოებზე, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოზე, სრული კონტროლი კონდეს პარლამენტზე და ეს ძალიან ნათლად გამოჩნდა არჩევნების დროს, როდესაც უბრალოდ დაწერეს ციფრები იმის მიხედვით, ვისი ნახვა უნდოდა ბიძინა ივანიშვილს პარლამენტში და ვისი არა. ამის საფუძველს გვაძლევს ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუნდაც რუსთავი ორთან მიმართებაში, იმიტომ რომ როგორიც არ უნდა იყოს ჩემი დამოკიდებულება რუსთავი ორის მიმართ, მე თავიდანვე ერთ მნიშვნელოვნად ვთქვი, რომ ის რაც ხდებოდა რუსთავი ორის ირგვლივ, ეს ნამდვილად არ იყო საკუთრების დაბრუნების და სამართლიანობის აღდგენის პროცესი, იმიტომ რომ ჩვენ სხვა მიმართულებებით სამართლიანობის აღდგენის პროცესზე თავის მოკლა ასეთი არ დაგვინახავს ხელისუფლების მხრიდან. ეს იყო ერთ მნიშვნელოვნად მცდელობა იმისა, რომ ოპოზიციური არხი, რომელიც მკვეთრად აკრიტიკებს ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს, ვეღარ ყოფილიყო ასეთი და ყოფილიყო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. ამის საფუძველს მაძლევს ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც იხილავს და რომლის გატანაც უნდა ხელისუფლებას, როდესაც ერთადერთი მეტნაკლებად დამოუკიდებელი ინსტიტუტი, საპრეზიდენტო ინსტიტუტიც უნდა რომ ბიძინა ივანიშვილს ჩაუდოს ჯიბეში და ყველაფერი ის რაც ხდება თუნდაც პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში, მათ შორის ჩვენთან მიმართებაში და ასე შემდეგ. ეხლა როცა ლაპარაკია იმაზე, მე შოკის მომგვრელად მიმაჩნია ის განცხადება, რომელიც გააკეთა ბატონმა მაღლაფერიძემ, როცა ლაპარაკია იმაზე, რომ 400 მილიონი მართლა ხალხის ფული, ეს პირდაპირი გაგებით, იმიტომ რომ ეს არის ბიუჯეტის ფული, ეს არის თითეული მოქალაქის მიერ გადახდილი თანხა, რომელიც უნდა დახარჯულიყო პირველ არხთან საზოგადოებრივი მაუწყებლის პრობლემებთან დაკავშირებით, ხო, რომ გამართულად ეფუნქციონირა არხს. როცა ლაპარაკია, რომ 400 მილიონი სადღაც გაქრა და ეს ვიღაცისთვის უკაცრავად გავიმეორებ სიტყვას, ვიღაცისთვის კარმუშკა იყო. უკაცრავად და ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი დღეს მოვიდნენ ხელისუფლებაში. მეხუთე წელია ისინი ხელისუფლებაში არიან, ესე იგი მეხუთე წელია ვიღაცა ამ ფულს ჭამს და საზოგადოებრივი მაუწყებელი კარმუშკათა აქვს გადაქცეული, როგორც თავად ბატონმა მაღლაფერიძემ თქვა და ამას ვერც პროკურატურა, ვერც ხელისუფლება, ვერც მთავრობა ამას ვერავინ ვერ ხედავდა. და ესეც რომ იყოს, იცით და დღეს რომ მართლა ის პრობლემა იყოს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანხა სადღაც არის გამქრალი, დღეს ნამდვილად არის ხელისუფლების ხელში ის ბერკეტები, რომ გამოიძებნოს მინიმალური თანხა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად აქვს იმისი ფინანსური საშუალება, რომ ბოლო დროებით მაინც თავისი პირადი სახსრები გაიღოს და ხეების აქეთ-იქეთ გადატარება ცოტა ხანი გადადოს მაინც, საერთოდ თუ არ შეწყვეტს. და ეს თანხა მოახმაროს იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ გაჩერდეს. მით უმეტეს, მე ერთ მნიშვნელოვნად ვიტყვი, მეორე არხთან მიმართებაში. მეორე არხი იყო ერთადერთი საშუალება ჩემი და ჩემი თანაპარტიელებისთვის და ჩვენაირი ადამიანებისათვის წინა ხელისუფლების პირობებში და ნაწილობრივ დღესაც შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ იმედი, GDS-ი, ნაწილობრივ მაესტრო, ნაწილობრივ რუსთავი სამწუხაროდ ჩვენთვის პრაქტიკულად დახურულია და ერთადერთი საშუალება ჩვენი იყო, რომ ჩვენ მეორე არხის მეშვეობით გვესაუბრა საზოგადოებასთან და დღეს ამის წართმევასაც აპირებენ. ეს იყო მონაპოვარი ოპოზიციის, მონაპოვარი სხვათა შორის საერთაშორისო თანამეგობრობის ხარდაჭერით, რომ მეორე არხზე ყოფილიყო პირდაპირი ჩართვები, ყოფილიყო პირდაპირი ტრანსლაციები ოპოზიციური პარტიების ბრიფინგების და დღეს არჩევნების წელს, საარჩევნო წელს, როდესაც რამდენიმე თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს, ამის დახურვას ფიქრობენ. ახლა ვისი ხელი უნდა დავინახო აბა ამის უკან? კი ბატონო, ქალბატონო ნინო, ამ შემთხვევაში უნდა გკითხოთ ასევე, როდესაც საუბრობთ ვასილ მაღლაფერიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, უნდა დაიწყოს თუ არა პროკურატურამ ამ საქმის მოკვლევა და უნდა დაიწყოს თუ არა პროკურატურამ ასევე ფარული მოსმენების საქმის მოკვლევა იმ ეპიზოდში, რომელიც ასევე საჯაროდ გაკეთა განცხადება დავით საყვარელიძის მიერ, ანუ ლაშა ნაცვლიშვილის ჩართულობა ფარული ჩანაწერებით ვაჭრობაში. არის თუ არა ეს განცხადებები მოკვლევის დაწყების საფუძველი? რა თქმა უნდა, აბსოლუტურად
ნამდვილად ერთმნიშვნელოვნად, იმიტომ რომ ერთიც და მეორე განცხადებაც ორივე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. პირველ შემთხვევაში ეს ეხება 400 მილიონის გაფლანგვას, მეორე შემთხვევაში ეს ეხება ფარულ ჩანაწერებს და ეხება ამ ჩანაწერებით, ესე ვთქვათ, შანტაჟირების მცდელობას. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და დიდი იურისტობა არ სჭირდება ამას. ნებისმიერი ოდნავ იურისპრუდენციაში გარკვეული ადამიანი დაგიდასტურებს, რომ რა თქმა უნდა გამოძიება უნდა დაიწყოს. გამოძიება უკვე დაწყებული უნდა იყოს, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლა დანიშნული ხელმძღვანელი 400 მილიონთან დაკავშირებით აკეთებს განცხადებას, რომ 400 მილიონია სადღაც, ესე ვთქვათ, უმიზნოდ დახარჯული, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? გამოძიება უკვე დაწყებული უნდა იყოს, ეს არის ისეთი განგაში საფუძველი. ამას წესით ლამის ნახევარი მთავრობის გადადგომა უნდა მოყვეს, თუ ამ განცხადებაში მართლა არის და ალბათ არის სიმართლის მარცვალი. მე უბრალოდ ნამდვილად ძალიან მინდა ვასილ მაღლაფერიძეს, რომელსაც ნამდვილად კარგად ვიცნო პიროვნულად, მოვუწოდო, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ არ დაიხუროს პირველი არხი, არ დაიხუროს გადაცემები. ოპტიმიზაცია სხვა არის, მაგრამ 100 გადაცემის დახურვა და არხის გაჩერება იმ მოტივით, რომ არხი უნდა გადარჩეს, ამას არავინ არ დაიჯერებს და მე ნამდვილად არ მენდომება, რომ ვასილ მაღლაფერიძე იყოს ავტორი ისეთი მოქმედებისა, რომლის გაკეთება სააკაშვილმაც კი ვერ გაბედა თავისი მმართველობის პერიოდში. ხა ბიძინა ივანიშვილს რა უნდა? ეს სხვა თემაა, იცით? მე ერთნიშნულოვნად შემიძლია ვთქვა, რომ თუ ასე გაგრძელდა, ძალიან ცუდად დაამთავრებს ბიძინა ივანიშვილი და ეს ხელისუფლება, ეს გარდაუვალია. იმიტომ რომ სააკაშვილის ხელისუფლების კრახი დაიწყო მაშინ, როდესაც ბევრი ტრაგედია და ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ კრახი ნამდვილად დაიწყო მაშინ, როდესაც სააკაშვილმა დაარტყა იმედს, როგორც დამოუკიდებელ ტელევიზიას. არც იმედი არ იყო აბსოლუტურად ობიექტური მაშინ, როგორც ახლა თითქმის არც ერთი ტელევიზია არ არის, მაგრამ იცით რა, მე რას ვთვლი ობიექტურად, ეს არ არის მთავარი. მე მომწონს თუ არ მომწონს რუსთავი 2 ან ნებისმიერი ტელევიზია და ან ბიძინა ივანიშვილს მოსწონს თუ არა, ეს კი არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ განსხვავებული აზრი ადამიანებს არ უნდა დაუკეტო და ვისაც უნდა რუსთავი 2-ზე გადართოს, ვისაც უნდა GDS-ზე და ვისაც უნდა საერთოდ ჩართავს ტელევიზორს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ლეიბორისტული